დუშეთში, სოფელ ოძისში, ისტორიულ ქსნის ერისთავების სასახლეში დღეს გიორგი და დავით ერისთავების სახლ-მუზეუმია. სივრცე, რომელიც ქართული თეატრისა და ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. გიორგი ერისთავი დაიბადა ამავე სასახლეში 1813 წელს. დაწყებითი განათლება მიიღო დედამისისგან. 8 წლის მერე მიუყვანია თბილისის გიმნაზიაში, 4 წელი იქ უსწავლია. ამ ნახატში გიორგი ერისთავი არის 12 წლის, რომელიც უკვე წერდა ლექსებს. მისი პირველი მოთხრობა არის ოსური მოთხრობა, დაწერა 12 წლის ასაკში. გიორგი ერისთავი ქართველი დრამატურგი, პოეტი და მთარგმნელი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებაში. სწორედ მან დაუდო საფუძველი ქართულ კომედიოგრაფიას და შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორებიცაა შეშლილი, გაყრა და დავა, სადაც მკაფიოდ დაისახა იმდროინდელი საზოგადოების სოციალური პრობლემები. გიორგი ერისთავი ჩადიოდა თბილისში და იკრიბებოდნენ მანანა ორბელიანის სალონში. მანანა ორბელიანი იყო მისი მეგობარი, ქალბატონი, რომელიც მოწადინებული იყო აგრეთვე ამ თეატრის საქმიანობით და დიდ დახმარებას უწევდა გიორგის და მის გუნდს. ყველა გაურბოდა სცენაზე თამაშს და იმდენად მცირე იყო მსახიობების შემსრულებელი, რომ თავად უწევდა მათი როლის შესრულება. და აი ამ ნახატზე თვითონ გიორგი ერისთავი არის მსახიობის როლში მორგებული. გიორგი ერისთავის ცხოვრება მხოლოდ ლიტერატურულ საქმიანობას არ მოიცავდა, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში, რის გამოც დააპატიმრეს და გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მნიშვნელოვანი კულტურული საქმიანობა განაგრძო. დააარსა ქართული პროფესიული თეატრი. 14 იანვარს ქართული პროფესიული თეატრის დღე აღინიშნება. ისტორიული თარიღი კი 1850 წელს გიორგი ერისთავის პირველ სპექტაკლს გაყრას უკავშირდება. ასევე დააარსა პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი ცისკარი. შემოქმედებითმა მგზამ არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ საზოგადოებრივი მნიშვნელობაც შეიძინა და ქართულ კულტურულ სივრცეში ახალი ეტაპი შექმნა. სამუზეუმო სივრცეში გიორგი ერისთავისა და მისი ოჯახის პირად ნივთებს შევხვდებით. ეს არის დაირა, აგერ არის ნარდის ყუთი, ესაც ხელით არის შექმნილი, ამ ტიფრული არის ხელით ნაკეთი. გიორგი ერისთავი მოგეხსენებათ იყო გადასახლებაში 10 წელი პოლონეთში, სადაც უკვალოდ არ ჩაუვლია იქაც მის საქმიანობას, მიუხედავად რომ გადასახლებული იყო, შეისწავლა პოლონური ენა და შემდეგ პოლონურ ენაზე ვეფხისტყაოსანი პროზაულად თარგმნა. საიდუმლო კარადა, საყვავილეც და ისიც ერთად აქვთ ჩამოტანილი და ამის საიდუმლოება მდგომარეობს იმაში, რომ აი ესეთი მრავალფუნქციონალური უჯრებისგან შედგება, სადაც ალბათ ინახავდნენ საბუთებს, ძვირფასეულობას და ასე შემდეგ. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამ საწოლში დაბადებულა გიორგი ერისთავი. ამავე სასახლეში, ამ საწოლში დაბადებულა. ეს სამოსიც ეკუთვნის გიორგის ის პატარა ასაკში, ეს შემდეგ ალბათ უკვე სკოლის პერიოდში. ეს ნივთები დღეს ისტორიაა, რომელიც ეპოქის ამბებს გვიყვება. გიორგი ერისთავს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან, ალექსანდრე ჭავჭავაძესთან, მის ქალიშვილებთან და როგორც ცნობილი არის, პირველი ის თავისი ლექსი მიუძღვნა თოვლს ნინო ჭავჭავაძეს. ეს არის ღილი, რომელიც ეკეთა ხოლმე გიორგის, იმ დროისათვის უკრძალავდნენ ესე გამოჩენილ ადგილებში ქართული ჩოხით სიარულს და ჭავჭავაძის ქორწილში მოგეხსენებათ, რომ არ შეუშვეს, რადგან ეცვა ჩოხა და წამოსულა შეურაცხყოფა მათ მიუღია და წამოსულა და აღარ მისულა ქორწილში. და იმდენად უყვარდა ყველაფერი ეს ქართული, რომ ჩუმად იკეთებდა ხოლმე ამ ღილებს ესე სახელოზე. სახლ-მუზეუმში გიორგი ერისთავის ვაჟის, დავითის პირად ნივთებსაც ვხვდებით. დავით ერისთავმა სალიტერატურო მოღვაწეობა ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. 1982 წელს ის ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისიის წევრად აირჩიეს. იყო ქართული დრამატული საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. პირველი მეუღლე, სომეხი ქალბატონი, ელისაბედ ალიხანოვა, სამწუხაროდ 7 წლის ყავდა დავითი გიორგის, რომ გარდაეცვალა მეუღლე. და მალევე შეურთავს მეორე ქალბატონი, მართა ერისთავი, იმიტომ რომ დაუბლებულ დავითს ესაჭიროებოდა, ასე ვთქვათ, დედა და საკმაოდ კარგი დედობა გაუწია მართამ
იმიტომ რომ თავის მოგონებებში დავითი დედად იფიცავდა მართას. დავით ერისთავმა თარგმნა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუთრებით პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ სამშობლო, რომელსაც საფუძვლად ფრანგი დრამატურგის სარდუს დრამა დაედო. სიუჟეტი კი იმდროინდელი საქართველოს სინამდვილეს შეუსაბამა. უფროსი ასაკის თაობის ხალხიდან არის ცნობილი, მეტად კეთილი თავადები ყოფილან. იმიტომ რომ აქ თუ ვინმე დაოჯახდებოდა, ასე რომ ვთქვათ, თავიანთი ინიციატივით დატვირთავდნენ ურემსო, ეგრეთ წოდებული მზითვით, ღვინო იყო თუ მატერია თუ პროდუქტი თუ რაღაც და ესე საჩუქრად მიართმევდნენ ხოლმეო ქორწილშიო. დღეს ოძისში მდებარე სახლ-მუზეუმი ამ მდიდარ მემკვიდრეობას ინახავს. მრავალსაუკუნოვანი შენობა, რომლის ქვედა სართულები ჯერ კიდევ მე-16 და მე-17 საუკუნეებში აგებული თავადაც ისტორიის მოწმეა. აქ დაცული ექსპოზიცია აერთიანებს მემორიალურ ნივთებსა და მასალებს, რომლებიც გიორგი ერისთავის ოჯახის ცხოვრებაზე გვიყვება. ამ ოჯახის საქმიანობა იყო მევენახეობა. ჰქონდათ სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საკმაოდ განთქმული ჯიშები. ამ მარანში ხდებოდა ამ ყურძნის შემოზიდვა, დამუშავება, დაწურვა და ეს შემდეგ დანაწილება ქვევრებში. ქვევრები არის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში, სულ არის 47 ქვევრი. აგერ არის საწნახელი, სადაც ხდებოდა ყურძნის ჩაყრა, მოდიოდა აქ ყურძნის წვენი და ჩაედინებოდა ქვევრებში. ესაც მემორიალურია, მე-17 საუკუნეს ეკუთვნის, მუხისგან არის გამოთლილი. ოძისი, გიორგი და დავით ერისთავების სახლ-მუზეუმი. ეს არის ადგილი, სადაც სივრცე გვიყვება ერისთავებზე. ოჯახზე, რომელმაც ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა და თავიანთი მოღვაწეობით ქართული ლიტერატურის ისტორიას ახალი ძალა შესწინა.